საბჭოთა პერიოდში რა ხდება? საბჭოთა პერიოდში აი უკვე რო წარმოიდგინოთ ნაწილი თქვენს გახსოვთ რა თქმა უნდა, მაგრამ აი თქვენი წინათაობის მონაყოლიც ხო გემახსოვრებათ, იმიტომ რომ დასავლეთში ზოგადად მშობლები და ბებია ბაბუები უყვებიან შვილიშვილებს ამბებს. იცით რა მაინტერესებს, რა საბჭოთა პერიოდში რა იცვლება და ამ საბჭოთა კონტექსტში ქართველის და აფხაზის ურთიერთობა როგორია? იმიტომ რომ თითქოს აი რაღაცნაირად ჯიბრი მიდის. თითქოს მე საუბრის დასაწყისშიც ამას დავიწყებთ, ამდენს კითხეთ, რომ ჩემს სტუმრებსაც ვთქვამთ, რომ აი ჯიბრი მაგალითად იწყება იგივე ბერია სტალინის დროს და მათი პოლიტიკის გატარების დროს. ბატონმა გიორგი ანჩაბაძემ მოყვა თუ არ ვცდები თავის ისტორიაში ეს, რომ თუ როგორი გავლენა მოახდინა იმან ლაკობას მკვლელობა მაგალითად თუნდაც აფხაზურ საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ჩაითვალა, რომ ეს რაღაცნაირად ქართველმა მათ შორის ეთნიკური ნიადაგიც ერია. კომუნისტები ერთმანეთს უხოცავდნენ საქართველოშიც არანაკლები და უხოცავთ კომუნისტებს ვიდრე აფხაზეთში, ამიტომ მე ცალსახად ამის პირდაპირ და კრიტიკის გარეშე გაზიარების მომხრე არ ვარ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცნაირად ამაზე ალბათ პასუხიც არის გასაცემი შინაარსობრივად, თორე ბერიამ თბილისშიც ბევრი ხალხი დახოცა, ქართველების და მეგრელების დაყოფა გამონაკლისი რა თქმა უნდა არ იყო. არა, გასაგებია, ეს ახლა მე ვერ ვიტყვი იმას, რომ მაინც და მაინც ლაკობა ჯერ ერთი ლაკობას იქ თვითონ აფხაზეთში ყავდა ძალიან დიდი ოპოზიცია აფხაზების სახით. ძალიან დიდი ოპოზიცია ყავდა. ესე კი ის აღიარებული ლიდერი იყო, ძალიან უყვარდათ აფხაზებს, მაგრამ მას ბევრი მოწინააღმდეგეც ყავდა. ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე. ასე რომ ალბათ ამ ლაკობას მკვლელობას ისინი როგორმე გადაიტანდნენ, მით უმეტეს მაშინ ეს არ იყო ასე გამოცხადებული, რომ ის მოკლეს. ის თითქოს გარდაიცვალა. სხვადასხვა დიდი პატივით დაასაფლავეს და მე ერთი წლის შემდეგ მოხდა მისი ასე ვთქვათ მხილება ბჭყალებში თუ ნამდვილად არ ვიცი. ეს ძალიან ძნელი სათქმელია ეს მხილება სამართლიანი იყო თუ უსამართლო. იმიტომ რომ ლაკობა ფაქტობრივად სეპარატისტი იყო, ოღონდ ამას ის ესე უხეშად არ აკეთებდა, საკმაოდ ჭკვიანურად აკეთებდა, მაგრამ იყო სეპარატისტი. სუფთა სეპარატისტი იყო. სხვადასხვა ლაკობა დაპირისპირებული იყო გულიასთანაც. დიმიტრი გულიასთან, აი აფხაზებისთვის ეს ღმერთია, ხო, დიმიტრი გულია, აფხაზური დამწერლობის და აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, როგორც შოთა რუსთაველია ჩვენთვის. აი შოთა რუსთაველს დამწერლობა არ შეუქმნია. ესე იგი უფრო მეტია კიდევ დიმიტრი გულია მათთვის, ვიდრე ჩვენთვის შოთა რუსთაველი. რატო იყო დაპირისპირებული? ეს დასცინოდა რა, ეს რა ისტორია, რა ლიტერატურა სადა აქვთ აფხაზებს ლიტერატურა არ ქონიათ არასოდეს არავითარი დასცინოდა. ლაკობა. ეგრე წერია დოკუმენტები. ლაკობა ამბობდა ამას? დიახ, პირდაპირ ამბობდა. ეს ეგრე დოკუმენტები გამოქვეყნებული. და გულია იყო დამცველი, რომ ყველაფერი ხონდა აფხაზებს? ხო. უცნაურია. დიახ.